აჰა, ესე იგი ჯადოქრობამ რო იმოქმედოს, უნდა წავიკითხო ეგ სიტყვა, მაგრამ მე ეგ დიდად არ მჭირდება, რა იქნება თუ დავამატე სიტყვა დედის ტყნა. ვახ, ჩემი აკრა დედის ტყნა მოხდა. რუდიუს, შენ ცოცხალი ხარ? ღმერთს მადლობა. სტოპ. თქვი სიმართლე ეგ შენ ქენი? ხო, ბოდიშდე. საყვარელო ჩვენი შვილი ჯადოქარია. გამოყლეებულია, სახლს დანძრეული აქვს. ვახ, ჩემი კარგი მოვტყან. ბუზი, ხეზე აყიროებული ზის და არც ვარდება. ეგ ბოზი. ხო, სიტუაცია კატასტროფაა, მაგრამ რა ვქნა, უნდა ავიღო ჩემს საკუთარ ხელებში. დე, მოდი დავიწყოთ თანმიმდევრობით. გამოყლებული ვინა? მამა. რა ყლეობა აქ ხო ნორმალურად ვერ დაბოლდები. მამ, მე მოგთხოვნა. აჰა, იდი ისმენ. მამიკო, მე მჭირდება ფული. აჰა, იდი ფული მართლა არ მაქვს. მაშინ დამეხმარე რომ ვიშოვო ის. მე შემიძლია ერთი რჩევა მოგწოდა, წახვიდე მუშევარ ფულიც რა კაია, მე გიშოვის ამუშავს როგორც უცხალი გავიდე სახლიდან. ეგრევე გაგაფრთხილებ, ჩემი გოგო ძალიან საყვარელი ჩანს კი, მაგრამ ძალიან თავზე გადაჯმული, ასე რომ ფრთხილად იყავ. კარგი, გეყოთ, მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი მიდგომა. ბოზო, ჩემ ოთახში მარტო მარცხენა ფეხით შემოდია შეყალეოში. კაროჩე, მე ვიქესტები და შენ თუ პრობლემები ქონდა, როგორღაც მოაგვარე. გაჩერდი, დამეხმარე. ბოდიშით, მაგრამ მე მარტო ჯადოსნური სიტყვების მე მუშაობ. წადი გააჯვი. ჯადოქრობის უნი საერთოდ არ მსევს, მაგრამ კიდე ერთ ჩანს მოგცემ და ბოლოს. კარგი, როგორც სიტყვი მე შენ დაგიჯერებ და განხებ ჩემ ტრუს. მე სპილენს ვეძებდი და ოქრო ვიპოვე. ესე იგი რა გამოდი, შენ გადაარჩინე ჩვენი ერისი. არა, რა სიძახით ეს ოგილენტი. შენ რამე თვალებში მატყუებ? არა, ფილიპმა მითხრა რომ ყველას ეგრე უთხრა. ფილიპ! მოგიტყან, ხო მამიკო? გრეუხტი, მადლობა შენ გოგოს მშველელს შეახვარო. ნუ ნერვიულობ მამიკო, ჩვენ როგორც საჭიროა უკვე მადლობა მოუხადეთ. მართლა, კარგი. როდიო? დიახ. შენ უნდა ასწავლო ერის ჯადოქრობა. მე ვფიქრობ რომ მან თვითონ უნდა მთხოვოს. შენ ხო არ გამოყლე. ნუ ძირთათა ჩემ მართალი ხარ. მთელი დროის განმავლობაში აქ ვიყავ, შენ გამოყლეებულო პენსიონერო. ერის, შენ თვითონ უნდა თხოვო რუდიუს რომ გასწავლოს ჯადოქრობა და თხოვე ისე როგორც მე გასწავლე. კარგი, რუდიუს გთხოვ მასწავლე ჯადოქრობა, თორემ მე შენ ფეხსაცმელში ჩაგიფსავ. ჩემი ჭკვიანი გოგო. რა ვთქვა, გამოყლეება შეიძლება?